ის რომ ჩვენ თეატრში წელს სტრინდბერგი იდგმება არის იმის გამო რომ წელს არის სტრინდბერგის გარდაცვალებიდან 100 წლის თავი და არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი თეატრის და მოყვარულებისთვის და ზოგადად მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებისთვის და მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის მონაწილე ხდება ჩვენი თეატრი იმიტომ რომ ამ წელს ყველა აღნიშნავს ამ თარიღს პირადად შემიძლია ვთქვა რომ სტრინდბერგი ზოგადად არის ჩემი ალბათ ყველაზე საყვარელი დრამატურგი რომლის დადგმასაც ყოველთვის ფიქრობდი და მინდოდა და განსაკუთრებით ფრეკენჟულის და ალბათ მთავარი იმპულსი იმისა რომ გადავწყვიტე რომ გამეკეთებინა ეხლა ამ წუთას იყო ალბათ ის რომ არის სტრინდბერგის წელი წელს ხალხი ზურგს უკან დასცინოდა არა უშავს თვიურია მაგრამ ყოველთვის ასე უცნაურად იქცევა ხოლმე არ გიდა ახლა მე წამოვყო და მე მეცემო იმედია ძალიან არ მიბრაზდები ასე რომ მიგატოვე არა ასე წრილმანებზე არ დღეს გაბრაზები თან მე ჩემი ადგილი კარგად ვიცი რა შეგნებული გოგო ხარ კრისტი ფრეკენჟული არის სტრინდბერგის ყველაზე პოპულარული პიესა და არ არსებობს თქვათ ცნობილი მსახიობი ქალი ან დიდი მსახიობი ქალი რომელსაც ეს როლი ალბათ არ უთამაშია თქვათ და იდგმება მთელ ევროპაში უკვე ერთი საუკუნეა ხო და საქართველოში არასოდეს არ დადგმულა. საქართველოში არის საერთოდ სტრინდბერგს ძალიან სამწუხაროდ და ჩემთვის გაუგებრად აქვს ძალიან სუსტი ბიოგრაფია, იმიტომ რომ არსებობს მხოლოდ 2 დადგმა მთელი ქართული თეატრის ისტორიაში ამ დრამატურგის. ერთი არის თემურ ჩხეიძის მამა მარჯანიშვილის თეატრში და მეორე სიკვდილის როკვა, რომელიც ავთოვარსიმაშვილმა დადგა და პრინციპში ამით მთავრდება. მსახიობები არიან ძირითადად ისინი, ვისთანაც მე ყოველთვის მუშაობ. ეს არის ჩემი ჯგუფი, ასე შეიძლება ითქვას, რომელთანაც უკვე მესამე სპექტაკლს ვაკეთებ და ყველა სპექტაკლი პრინციპში რაც გამიკეთებია, თამაშობენ ისინი აქ. ამჯერად მთავარ როლში არის კატო კალატოზიშვილი, ქეთა შათირიშვილი და გიორგი შარვაშიძე, რომელთანაც პირველად თქვათ შევხვდი როგორც რეჟისორი და ძალიან სასიამოვნო პროცესი გავიარეთ ერთად. სტრინდბერგის კითხვა რომ დავიწყოთ, აქვს პიესას წინა სიტყვაობა, სადაც უწერია რომ ჩემი პერსონაჟები არ არიან ესე მარტივად ანუ მარტივად ვერ დაარქმევს სახელს, ანუ ხასიათს, აი თქვათ ეს ბოროტია ვერ იტყვი, ან ეს კეთილი, ან ეს ძუნწია, ან ეს რაღაც ეშმაკია, რაღაც ხასიათის ესე არ აქვს კონკრეტულად. ანუ მერყევები არიან. აი შეიძლება ეს ადამიანი ქალბატონთან იყოს რაღაცა ეშმაკურად რაღაცებს უკეთებდეს, მაგრამ ამ კრისტინთან ძალიან ისეთი თბილი ურთიერთობა ჰქონდეს. რატომ არის აქტუალური ესეთი შეიძლება ითქვას რომ მე მგონი კაცის და ქალის ურთიერთობა ყოველთვის აქტუალურია და განსაკუთრებით ამ პიესაში ძალიან საინტერესო მომენტია დაჭერილი ეს არის ასე ვთქვათ ქალების ემანსიპაციის პერიოდი როდესაც ევროპაში ძალიან ძლიერია ქალთა მოძრაობა და ხდება ქალების გათანაბრება გათანასწორება მამაკაცებთან ამ პიესაში ნაჩვენები არის ასე ვთქვათ სქესების ომი დავუშვათ რომ როგორ უმტკიცებს ერთი სქესი მეორეს თავის უპირატესობას უფრო სწორი იქნებოდა თუ ვიტყვით რომ როგორ ვერ უმტკიცებს მამაკაცი ქალს თავის უპირატესობას და პირიქით. ეს არის ესეთი მძაფრი ვნებებით სავსე სასიყვარულო ურთიერთობა რეალურად თავიდან კი იყო აკრძალული და ჩავარდა და არ მოეწონა მაყურებას, მაგრამ ძალიან მალევე საფრანგეთშივე უკვე ძალიან დიდი წარმატება მოუტანა ავტორს და ესეთი უზარმაზარი საერთაშორისო წარმატება ჰქონდა და იქიდან მოყოლებული სულ იდგმება, ხო? და უწოდეს კრიტიკოსებმა ანტი რომეო და ჯულიეტა. იმიტომ რომ არის ორი ახალგაზრდა ადამიანის სასიყვარულო თავგადასავალი, მაგრამ აბსოლუტურად დაცლილი რომანტიზმისგან ვთქვათ, რასაც ჩვენ რომეო და ჯულიეტასგან ველოდებით, ხო, ესეთი ნებები და ლამაზი სიყვარული, აქ არის, ასე ვთქვათ, სიყვარულის და სექსუალური ურთიერთობების ანატომია, ასე. ასეთი ძლიერი მამაკაცი, როგორც აღწახებთ. ასეთი ძლიერი მხრების პატრონი. ფრეკენჟული. პრემიერა იქნება აქ თეატრალური ფესტივალის ფარგლებში სამეფო უბნის თეატრში 16 სექტემბერს 19 საათსა და 00 წუთზე.